ბახმაროს სწორი რელიეფის თითქმის 100% დღეს არის ორბის მფლობელობაში. ბახმაროს სილამაზე და ყველაფერი არის ხის ახლებში რა. ისევ იქნება ბეტონის დიდი კონსტრუქციები და უბრალოდ შეიძლება შეიფუთოს ხეში ან ხის მსგავსი მასალით. თქვენ ბახმაროს განვითარება არ გინდათ. თუ კერძო პიროვნება მიხვდა და ბახმაროს წყალს აწუდეს, ეს რატომ სახელმწიფოს არ გაუჩნდა აზრად, რომ მიეწოდებია ეს წყალი. რა ვიცი, მათ რაფერს სურთ ისე გააკეთებენ, ალბათ მე მაგას ვინ მეკითხება და ანუ ვინ შემეკითხება. უხარისხო მშენებლობები აქვთ და კოტეჯი თუ 5 სართულიან სახლს მე კოტეჯს არ ვეძახი. თქვენ ბათუმში, ქალაქის ცენტრში ნორმალური გონია ბეტონის ქარხნის მოქმედება. ერთი წამი არსებობს ნორმატივები, გარემოზე ზემოქმედების ნორმატივები, თუ ვიცავ რა თქმა უნდა ნორმალურია. თუ განხორციელდება ამ სახით და ამ ფორმით, როგორც გვთავაზობენ, შემდეგ უკვე სხვა მსურველებიც აღმოჩნდებიან და მივიღოთ საბოლოო ჯამში ის, რაც მივიღეთ გუდაურში, რაც მივიღეთ ბაკურიანში. სახელმწიფოს როლი კანალიზაცია გასაკეთებელია, წყალი გასაკეთებელი არა. ვინ აკეთებს, არ ვიცი. საინტერესოა ისიც, რომ კომპანიამ სასტუმროს ნორმების გაყიდვა ჯერ არაშენებულ პროექტში დაიწყო. ორბს ამ დროისთვის მშენებლობის ნებართვა არც კი ჰქონდა. გურიის მხარეში კურორტი ბახმარო ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ადგილია, რომელიც განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით, ზღვისა და მთის ჰაერის შერწყმით, მაცხოვრებლებს შორის მჭიდრო სოციალური კავშირით გამოირჩევა. იგი 1890-იან წლებში აღმოაჩინეს, ხოლო ბახმაროს კურორტად მოწყობა მალევე, 1923 წელს დაიწყო. ბახმაროს მემატიანე ვარ ბებო. 48 წლის შემდეგ სულ ბახმაროში ვიშენებ ჩემი შვილები. და ბახმარო არის უწყინარესი, არის გურულებისთვის, მაგრამ მარტო გურულებისთვის, საქართველოსთვის არის უნიკალური კურორტი. მე უყურებდი ბახმაროს განვითარებას. ყველანაირად ჩემ თვალწინ გაკეთდა ყველაფერი იქა ბახმაროს. თუ გინდა გზის შემოსვლა იყო ბახმაროს ეს ძველი შენობების დაანგრევა და ახალი, მაგრამ ბახმაროს სილამაზე და ყველაფერი არის ხის ახლებში რა. ბახმაროს განაშენიანება უნიკალური სტილით გამოირჩევა. მცირე ზომის ხის კოტეჯები, პატარა აივნებითა და დარაბებით, რომლებსაც წერტილოვანი საძირკველი აქვს. აქ თითქმის ვერ შეხვდებით ღობეებითა და გალავნებით შემოსაზღვრულ ეზოებს, რაც უბრალო არქიტექტურული დეტალი არ არის. ის კურორტის სივრცით და სოციალური ხასიათის ნაწილია. კურორტის ისტორიული იდენტობის განსაზღვრელია მისი საზოგადოებრივი ფუნქციაც. კურორტზე 80-იანი წლებიდან მხოლოდ სანატორიუმებში 300-ზე მეტი ადამიანი ისვენებდა, რომლებიც სხვადასხვა ტიპის შრომაში იყვნენ ჩართულნი. ბახმარომ მხოლოდ შეძლებული ადამიანებისთვის განკუთვნილი კურორტი არ ყოფილა. პირიქით, მას მასობრივი, საზოგადოებრივი დასვენების ფუნქცია ჰქონდა, რასაც ჩვენი რესპონდენტების თქმით, სანატორიუმებისა და საჯარო სივრცეების არსებობაც უწყობდა ხელს. სანატორიუმი იყო, ბებიკო როგორ იცი, აი ახლა სადაც ჩვენ კოტეჯები აშენდა ის თო. იქ იყო სანატორიუმი, იმას ჰქონდა მედპუნქტი, ყავდა ექიმი, იყო გასართობი ოთახი, იყო სიმღერები, რა ვიცი და ყავდა ისა იყო კვების ბლოკი არაჩვეულებრივი. შრომელებზე მოდიოდა ესე იგი ისა რა ქვია გლეხი ხალხი, რომელიც შრომობდნენ და მერე ისვენებდნენ ბახმარში, ასვენებდნენ. ეს იყო მეჩაი, იყო რა ვიცი მესიმინდე იყო, ყველას ასვენებდნენ, ამოდიოდნენ საგზურები. ეს არის თავიდანვე ბავშვების კურორტი იყო და ვერამართლებს და 2-3 დღით კიდევ შეიძლება დაათვალიეროს ადამიანმა და იმას გართობა ახალგაზრდებს აქ ძალიან ნაკლებად და არც ურტყუნებ. მე-10 კლასს უკვე აღარ მოწონს საქაურო. არ მოწონს, იმიტომ რომ არა ისეთი მარტო დღეს ხედავს და არაფერი ინფრასტრუქტურა არა. კინოთეატრზე ძალიან გული მწყდება. საქართველოში რაც გაკეთდა წინა ხელისუფლების დროს, ის არ უნდა დანგრეულიყო. დანგრევა ადვილად ხდება, მაგრამ აშენება რთულია ძალიან. საუკეთესო კინოთეატრი იყო იქ გული მტკივა გავიარ ცხენების საჯინიბოთა გადაკეთებული ისეთი ლამაზი შენობა. ის თეატრის ყოფილიყო ის ლამაზად სკამები მოევლოთ, გაკეთებული იყო ბოლოს და ბოლოს. სახელმწიფო ხარჯი ხო გაიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხო დაიხარჯა ფული არა. ბახმაროში რამდენიმე დღიანი სტუმრობა საკმარისია იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემები შეამჩნიო. მაგალითად, მოუწესრიგებელი შიდა დამაკავშირებელი გზები, წყალმომარაგება, კანალიზაცია, ტყის ჩეხვა, დაბინძურებული გარემო და მდინარე, უკანონო მშენებლობები, რომლებიც ძირითადად სრულად ამოვარდნილია კურორტის იერსახიდან.
ბახმარო არის თვითონ ისეთი უნიკალურია და ისეთი ველურია, რომ ეს თუ დაკარგა ბახმარო აღარ იქნება ბაკურიანი და ამიტომ მოგწონს ეს რაც არის და ელემენტარული ინფრასტრუქტურა გჭირდება, აი ელემენტარული, როგორც არის ტროტუარი, ნაგვის გატანა, გაზი, წყალი, აი ელემენტარული და ამბულატორია, აი მეტი აქაურობას არაფერი არ ჭირდება. პრობლემა აქ რომ არის ამაზე მეტი პრობლემა რა გინდა? ასფალტი არ არის, ამ ხელა ბაზარია, ცენტრალური ბაზარი ქვია ამ ტერიტორიას და ტრასა არ არის და ახლა ამაზე მეტი წყალი რაღაცა მეტნაკლებად არის, აქვს საკუთარი ხალხს და კანალიზაციას რა ვიცი. მაგრამ მიიცლიან ალბათ და მოაგვარებენ ალბათ რა. წელს პირველად ვართ, ძალიან კმაყოფილები ვართ იმითი, რომ უფალეს ჩვენ მხარეს არის, რომ კარგი ამინდები გვაქვს, ხალხიც ძალიან კარგი მაღაზიები, ყველაფერი არის თითქმის. არის რაღაცები, რომ ჭირდება ბახმაროს, რომ უკეთესი გახდეს. კარგი კავშირების გაკეთება შეიძლება, ინტერნეტის კარგი კავშირების გაკეთება შეიძლება და ცოტათი გზების მოწესრიგება შიდა გზების. შიდა გზები რომ მოწესრიგდეს, უკეთესად გადაადგილდება ხალხი. თავარი პრობლემები რაც ბახმაროში არის, ინფრასტრუქტურული პრობლემა არის, არ არის გზები მოწესრიგებული. ყოველ წელს არის კანალიზაციის პრობლემა, არის წყლის პრობლემა, არ არის სამედიცინო პუნქტი წესიერი, სასეირნო ადგილები არ არის, მანქანები უფრო პრიორიტეტულია კურორტზე ვიდრე ადამიანები და ზოგადად ძალიან რთული არის ამ პრობლემების მოგვარება, იმიტომ რომ ბუნდოვანია, ისიც არ ვიცით ვინ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემები. 2024 წელს სამშენებლო კომპანია ორბმა ბახმაროს პროექტი წარადგინა. ორბი მთებითა და ტყით გარშემორტყმულ კურორტზე ბეტონის კორპუსის აშენებას გეგმავდა, რომელიც 11 მეტრიანი 350 ნომერზე, ანუ 350 ბინაზე იყო გათვლილი. პროექტის წარდგენასა და მის ვიზუალიზაციას ადგილობრივებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. ორბის პირველი პროექტი იყო ცალსახად საინვესტიციო რაღაც დიდი ნაგებობა. იმდენად გაურკვეველი, რომ არ ვიცი, შეიძლება ქალაქის ცენტრში ყოფილიყო მომხიბვლელი, მაგრამ მთაში ნამდვილად ამოვარდნილი იყო უცხო თვალისთვის და ჩემი აზრით საერთოდ მაქელა მასშტაბის შენობა ძალიან ალბათ საშიშიც არის ესეთი ადგილისთვის, სადაც ამხელა მთები არის და რეალურად ამ შემთხვევაში უნდა ითქვას, რომ ხალხის პროტესტს და უკმაყოფილებას შედეგი აღმოაჩნდა. იმიტომ რომ კომპანია მოვიდა და მეორე პროექტი შემოგთავაზა. მეორე პროექტი ერთი შეხედვით, ჩვენ მეორე პროექტზე არ გვაქვს დეტალური ინფორმაცია, იმიტომ რომ გვაქვს მხოლოდ რენდერები და ზოგადი ინფორმაცია, ამიტომ ვერ ვიტყვი მე დეტალურად რა მასალით შენდება, როგორ შენდება. აქ ერთადერთი რაც გვაქვს არის ის სურათები და დაპირება, რომ უფრო მეტად გამოყენებული იქნება ხე, მაგრამ იქიდან გამომდინარე თვითონ ორბის დირექტორმა ბეტონის სამუშაოების მასშტაბი დაასახელა შეხვედრაზე, ჩვენ გვიჩენს იმის ეჭვს, რომ ისევ იქნება ბეტონის დიდი კონსტრუქციები და უბრალოდ შეიძლება შეიფუთოს ხეში ან ხის მსგავსი მასალით. დღეს კომპანია უკვე მზად არის, რომ გველაპარაკოს, ანუ როგორც წინაზე იყო, რომ დამოუკიდებლად იღებდა გადაწყვეტილებებს და ჩვენ არ ვიცოდით რა ხდებოდა, დღეს ცოტა შეცვლილი არის სიტუაცია, გზადაგზა ხდება შეხვედრები, რაღაც ინფორმაციებსაც თვითონაც ავრცელებენ, მაგრამ მაინც ბუნდოვანი არის. რადგან ჩვენ არ ვიცით ზუსტად რისგან აშენდება ეს კონსტრუქციები და როგორ. ერთი რაც შემიძლია ვთქვა, არის რომ იმის მაგივრად რომ პროექტის მასშტაბი შემცირებულიყო, არის გაზრდილი. აქამდე თუ იყო საუბარი რაღაც ერთ კონკრეტულ 300 ნომრიან სასტუმროზე, ეხლა არის საუბარი 900 ნომრიანზე და კიდევ უფრო მეტზე. 5 სართულიან სახლს მე კოტედს არ ვეძახი. აქ რო ჩაიგნო 100 ცალი და იქ რო ამდენი მანქანა ამოვა, აი გახედეთ რა ვიცი. აი პროსტ სად უნდა დაეტეს, უბრალოდ ვერ ხვდები ამდენი მანქანა და არ ვიცი, ემოციურად ძალიან მიჭირს ხოლმე, თავი შეკავება, რომ ცოტა ძილობიან და კულტურულად გამოვხატო ჩემი აზრი. გავცოფდით იმ დიდ რაღაც გეიმ პროექტზე და გადავირეთ და ძალიან ბევრი ისეთი კარგი ბიჭი გოგო იყო ჩარეული და რა ვიცი, რაც შეგვეძლო, შვებოდით, ეხლა მე დიდი არაფერი არ შემიძლია, მაქსიმუმ სოციალურ ქსელში გამოვხატო და ნუ რა ვიცი, ეხლა ვერ ხვდებიან რას აშავებენ. აი მართლა ვერ ხვდებიან, ბაკურიანი რატოა ცუდი, მაგასაც ვერ ხვდებიან. რა, აი ბეტონის წინააღმდეგი რატო ართ, ანუ
უბრალოდ ცნობიერება არ აქვთ მაგდაინ. პატარა კოტეჟების გაკეთება ჯობია, ვიდრე დიდი კორპუსების გაკეთება. და თითო ოჯახი რომ შესახლდება, უშუალოდ ის ცხოვრებს. მაგრამ ვიცი, ახლა კორპუსები მე ახლა დიდი ხანია დავდივარ და ყველა ვინც მოდის ბეტონის სახლზე ვარს ამბობს. ვერც გააქირავებ და არც უნდა. რომც არ მიაქირავდა, ისე მიცი არ უნდა. იმიტომ ხის იყოს და ძველი იყოსო. ასე ითხოვს ხალხი. საინტერესოა ისიც, რომ კომპანიამ სასტუმროს ნორმების გაყიდვა ჯერ არაშენებულ პროექტში დაიწყო. ორბს ამ დროისთვის მშენებლობის ნებართვა არც კი ჰქონდა. ინფორმაცია მინდა ბახმაროში აი ამ აპარტამენტის ყიდვის თაობაზე რა, აი რაღაცა რა პირობებია, როგორაა და ასე შემდეგ. 20 კვადრატი დაიწყო მინიმალური ფართი, არის და ზემოთ 100 ნებისმიერი სხვა ტიპის აპარტამენტები. კვადრატული ღირებულება ამ ეტაპზე იწყება $1500-დან, კარგ მდგომარეობაში. ასევე შეგიძლიათ სარემონტო სამუშაოებით, ანუ სრული პაკეტით შეიძინოთ, დამატებით $450 ღირებულებით. მშენებლობა იწყება აპრილის ბოლოს და დასრულება 2025 წლის დეკემბრის თვეში. აი მინისტრის მოადგილის ის შემხვდა, კომენტარი შემხვდა, რომ ნებართვა ჯერ არაა გაცემულიო რა მშენებლობაზეო და აი რაღაცა საშიში ხო არა, ანუ აშენდება ნამდვილად? არ ვიცი, ვერ გეტყვით, ასეთი ინფორმაცია არ მაქვს, იმიტომ რომ მშენებლობის ნებართვა გვაქვს, შესაბამისად დადგენილი არის ყველა წესი, ყველა სტანდარტი და იმის მიხედვით თავისუფლად რა თქმა უნდა მშენებლობაც. პროექტის ფონზე კომპანიას უკან დახევა და მშენებლობის დაწყების გადადება მოუწია. თუმცა ორბი 2026 წლის დასაწყისში ერთი შეხედვით შეცვლილი პროექტით გურიაში ისევ დაბრუნდა. ახალი პროექტის წარდგენა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გაიმართა, რომელსაც მაუწყებლის გუნდიც ესწრებოდა. ეს პროექტი ერთი შეხედვით ვიზუალურად მართლაც რომ განსხვავებულია, თუმცა პროექტის მასშტაბი რეალურად სამჯერ გაიზარდა. საუბარია 19 მეტრის სიმაღლის შენობებზე, რომლებშიც 868 სასტუმროს ტიპის ნომერი განთავსდება. ასევე პროექტი მოიცავს 435 მიწისქვეშა საპარკინგის სივრცეს, რაც მიწის რელიეფის მოჭრასა და შიგნით ბეტონის კონსტრუქციის განთავსებას გულისხმობს. ორბი ჯგუფის დირექტორი ირაკლი კვარღელიძე პრეზენტაციის დროს აუდიტორიას არწმუნებდა, რომ გურიისა და კურორტის განვითარების, ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების ერთადერთი გზა სწორედ მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციაა. ორბის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული პროექტი საქველმოქმედო ხასიათისაა და ბიზნესის მთავარი ამოცანა მხოლოდ კურორტის კეთილმოწყობა, ბახმაროს 4 სეზონის კურორტად ქცევაა. 2024 წლიდან კომპანიის წარმომადგენლები სწორედ კურორტზე და რეგიონში არსებული პრობლემებით манипуლირებდნენ. ისინი სწორედ ამ გზით ცდილობდნენ ადგილობრივების კეთილგანწყობის მოპოვებას. წითელი ლურჯი და მწვანეფერით არის, ეს არის ტერიტორია, რომლის განვითარებასაც ორბი ჯგუფი გეგმავს, ამჟამად მიწის ნაკვეთები დღესდღეობით ირიცხება კომპანიის საკუთრებაში, რომელიც ჯამში შეადგენს 82,215 კვადრატულ მეტრს, ანუ 8 ჰექტარზე მეც. ეს არის გენერალური გეგმა, სადაც ჩვენ ვხედავთ ლაქებს, თუ როგორ იქნება წარმოდგენილი შენობა-ნაგებობები. თქვენ თუ ვინახავთ, საერთოდ თუ ყოფილიყავთ, რამე კურორტზე ყოფილიყავთ სამთავრობო. სხვა კურორტებზე ყოფილიყავთ. ბახმარო მოგწონთ რომ ეს არის. რატო არ შეგიძლიათ რომ ვერ შეგდება ის არის პრობლემა თორე. თუ სადმე გინახავს 4 სართულიანი ხის სასტუმრო, სადაც ბახმარო მოგწონთ? აბა სადგინახავთ 4 სართულიანი ხის აი ხა აშენდა ახალი სასტუმრო. თქვენ ხართ ხსნელი ბახმაროს გავობეჭდა. რატო გოლიათ რომ ბახმარო აქ არ მოგწონს ხალხ და რაღაც ხსნელად მოგვევლია. ბანკომატიც არის. შელობაში იბადება ყველაფერი არის. ლოგიკურია. რა თქმა უნდა მომწონს კი ამ მიყვართ იქ ვარ დაბადებული. კი, ინფრასტრუქტურაზე გიპას არა, ინფრასტრუქტურაზე ინფრასტრუქტურაზე, კაცო, რატო ვერ იგებ? ანუ ყველაფერი თქვენ გნებავთ რომ აქ ყველა ესე ამდგარი ყავ დედა რა კაია და წავედი. ესე არა. იმიტომ რომ თქვენ ინვესტირებით შემოდიხართ, ხო? ანუ მაგიტო უნდა გითხრათ რომ რა კაია. აქ მიდის ჭეშმარიტი ლოგიკა. თქვენ შენობებზე იხარჯება საერთო მოხმარების 100 თვესაკეთებს 100 მილიონიდან. თქვენ რომ გიყურებთ ადამიანმა, ან თქვენების გავსი პათოსით რომ შეხედოს, თქვენ ბახმაროს განვითარება არ გინდათ. აჩეს რაღაცები, ებს ყველაზე მეშინია არ ჩაბეტონდეს ბახმარო და ის სახე და ის ავთენტურობა არ დაკარგოს, ამიტომ მაგალითად ჩემთვის როგორც ერთი რიგითი ჩოხატაურისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა დღეს რომ ასევე და თუნდაც შემდეგ შეხვედრებს რომ გამართავთ, მოვისმინო ისეთი ადამიანისაგან კიდევ
რომელიც მხარი არ იქნება, დაინტერესებული არ იქნება. რას აკეთებს სახელმწიფო ბახმაროს განვითარებისთვის და რატომ არ ვხედავთ კურორტის კეთილმოწყობის გეგმას? რატომ უნდა ფლობდეს კერძო კომპანია ასობით საცხოვრებელ სივრცეს და რატომ უნდა გადავიდეს ბახმარო ერთი კონკრეტული ინვესტორის ხელში? ეს ის კითხვებია, რომლებზეც ადგილობრივებს პასუხი არ აქვს. სახელმწიფოს როლი კანალიზაცია გასაკეთებელია, წყალი გასაკეთებელი არა. ვინ აკეთებს, არ ვიცი. ან ტენდერი გააკეთონ ან რაღაცა აი ეს ელექტროობა მოიგონ ტენდერი არაჩვეულებრივად გააკეთა. ეს დარეგულირდა ელექტროობა და დაიდგა ისინი, რა ქვია, ელექტრორიცხველები და მშვენივრად მუშაობს ეს და ასე შეიძლება გააკეთეს, შემოვიდეს ვიღაცა, გააკეთეს ტენდერები, მოიგოს ვიღაცამ და გააკეთეს, მაგრამ არა, რა ვიცი, არ არის ამის არ ჩანს არა ჯერჯერობით, რო ვთქვა და ეს წყალი გამოიყვანა კერძო. იყო 2000 ლარი, მერე 3000, ეხლა გახდა 4000. კარგი წყალია ყველანაირად, მაგრამ ძვირია. ძალიან ძვირია. ნუ თუ მუნიციპალიტეტს არ გაუჩნდა სურვილი ან დაეყენებია წყალკანალი როა საქართველოს მასშტაბით, რომ ამდენი წყაროსწყალია, თუ კერძო პიროვნება მიხვდა იგი და გააკეთა ეს რაღაცა ავზი და ბახმაროს წყალს აწუდეს, ეს რატომ სახელმწიფოს არ გაუჩნდა აზრად, რომ მიეწოდებია ეს წყალი თუ 4000 ლარი ღირს ვინც ცხოვრობთ მოსახლეობა 2000 მივცემდით სახელმწიფოს და გადაიხადა არ ვიყავით წინააღმდეგი. ეს არ უნდა გაკეთებულიყო. ორბის მიმართ ადგილობრივების უნდობლობა სხვა მიზეზებთან ერთად კომპანიის მიერ ბათუმში განხორციელებული პროექტებიც განაპირობებს. კომპანია ჩვენ გვთავაზობს ბახმაროში საინვესტიციო ქონების შექმნას. ამ კომპანიის უკან არის ძალიან დიდი მშენებლობები ბათუმში, რომელიც არის ძალიან მასშტაბური, მორგებული არის მხოლოდ ბიზნეს ინტერესზე. ეს აპარტამენტები კეთდება 2 დღიანი, 3 დღიანი დამსვენებლებისთვის. იმათი მფლობელები შეიძლება არც არიან ნამყოფი ვთქვათ ბათუმში, ზუსტად იგივე მოლოდინი გვაქვს ჩვენ ბახმაროში და ვფიქრობთ, რომ ზუსტად იმ ადამიანებზე არის გათვლილი, ვინც ეს საინვესტიციო ქონება შეიძინეს აჭარაში, რომ გამოაგრძელონ და მთაშიც კონდეთ ეხა რაღაცა ქონება. ეს ყველაფერი ვერანაირად ვერ მოახდენს ბახმაროს განვითარებას, უბრალოდ გაჩნდება დამატებითი რაღაცა პატარა ადგილები ბახმაროში, რომელიც პირიქით კიდევ უფრო დააზიანებს იმ ოჯახურ ბიზნესებს, ეხლა რაც არის ბახმაროში. ასევე 2 წლების განმავლობაში აჭარაში, ქალაქის ცენტრში, ბეტონის ქარხანას ამუშავებდა, რაც გარემოს დაბინძურებას იწვევდა. სად არის გარემოზე იქ ცხოვრები, უკაცრავად, იქ ცხოვრები ადამიანები, ანუ არა ნაგვიანებს და არა ბინძურებს ეს თქვენი ბეტონის ქარხანა, ქალაქ. თქვენო პრესის წარმომადგენელი ხართ. რო აცხადებთ ესეთ ხმამაღალ განცხადებას. ერთი მტკიცებულება მომეცი რომ გარემო დავაბინძურე. ერთი მტკიცებულება მომეცი რომ შენ იმას რა ქვია ჯანმრთელობას ზიანი მივაყენე. ანუ თქვენ ბათუმში, ქალაქის ცენტრში ნორმალური გონია ბეტონის ქარხნის მოქმედება. ერთი წამი. არსებობს ნორმატივები, გარემოზე ზემოქმედების ნორმატივები, თუ ვიცავ რა თქმა უნდა ნორმალურია. კომპანია, რომელიც გიგანტური კორპუსების მშენებლობითაა ცნობილი, აშენებს არა სახლებს, არამედ საინვესტიციო აპარტამენტებს უცხოური კაპიტალისთვის, რაც კომპანიის მაქსიმალურ მოგებას განაპირობებს. კომპანია აცხადებს, რომ ბახმაროში ჯამში 10 ჰექტარ მიწას ფლობს, რაც კურორტის სწორი რელიეფის უმეტესი ნაწილია. სახელმწიფო მას 4,3 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად ერთლარად გადასცა. აქ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა ჩნდება: თუ სახელმწიფოს მიზანი ბახმაროს განვითარება და კურორტზე გამართული ინფრასტრუქტურის შექმნა, მაშინ რატომ აირჩია მან კერძო კომერციული პროექტის მხარდაჭერა და არა სახელმწიფო მიწაზე ისეთი საჯარო ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც ბახმაროს ფართო საზოგადოებისთვის გახდიდა ხელმისაწვდომს. კურორტის უნიკალურ სივრცეს ახლა საზოგადოების დაცვა სჭირდება. ჩვენ ნახეთ მაგალითები, თუ როგორ ანადგუროს ბათუმს, გუდაურს, ბაკურიანსა თუ სხვა კურორტებს კერძო კომპანიის მიერ აშენებული ბეტონის ჯუნგლები. ველური განაშენიანება, რომელსაც მხოლოდ ერთი მიზანი აქვს: ბიზნეს მაქსიმალური მოგება მოუტანოს. და ბოლოს, ისმის კითხვა: ვის დარჩება ბახმარო? ვისთვის იქნება ხელმისაწვდომი ეს კურორტი?